parliamentary elections cannot be legitimate simply because the parliamentary elections were falsified, and basically a non-legitimate parliament cannot elect a legitimate president. ვერანაირად ვერ იქნება 9 კლასს დამთავრებული პრეზიდენტი, ჩემი პრეზიდენტი ვერ იქნება მე, რომელმაც ვისწავლე ღამეები ვათენეს სწავლაში და 15 წლიდან მუშაობ. მიხეილ ყაველაშვილი ვერავისი პრეზიდენტი ვერ იქნება ქოცების გარდა. მოგესალმებით. ბატონი აკაკი ალადაშვილი. ბატონი გიორგი ბარვენაშვილი. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი.